რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშე გადაცემა თქვენთან არის. თენგის გოგუტიშვილთან ერთად. მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. მართლა ილია უნდა იყო რომ ახლა კარგად ახსნა რა გითხრათ, რით გაგახაროთ. ილია არ ვარ, მაგრამ უნდა ვცადოთ. აღმოჩნდა რომ ქოცების ყოფილი გენერალური პროკურორი ახლა ყოფილა ძებნილი. ძებნილი შეკვეთილი მკვლელობისთვის. რომანოვ ფარცხალაძე. კაცი რომელიც თავის დროზე ოდესღაც დავიწუნეთ, იმიტომ რომ არ ქონდა იურისტის დიპლომი და იყო სამაგეროდ ნასამართლები ბოტასის კურდობისთვის, ახლა მთლად შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორი ყოფილა. და რას გვეუბნება ეს ყველაფერი ბორიას რეჟიმზე? რეჟიმი თურმე ეყრდნობა გენერალურ პროკურორს, რომელიც შეიძლება მერე გახდეს შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორი, რეჟიმი ეყრდნობა პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს, რომელსაც შემდეგ წამოუყენებენ ბრალს უზარმაზარი მექრთამეობისთვის, მილიონებზეა ლაპარაკი. რეჟიმი ეყრდნობა პრემიერ-მინისტრს, რომელიც ახლა ძებნაშია, სახელმწიფოს ინტერესების ღალატისთვის და ადამიანებისთვის თვალების დათხრისთვის, რაზეც სტრასბურგმა უკვე გამოიტანა ერთი გადაწყვეტილება. რეჟიმი ეყრდნობა სუსის სუფროს, რომელიც ახლა ციხეშია უზარმაზარი ქრთამისთვის, მათ შორის ბავშვების ძარცვისთვის, საბავშვო ბაღების გაძარცვისთვის. რეჟიმი ეყრდნობა თავდაცვის მინისტრს, რომელიც ასევე ციხეშია, ასევე ბიუჯეტის მოპარვისთვის. ციხის გზაზეა უამრავი სხვა ჩინოვნიკი და ეს რეჟიმი ახლა გვეუბნება, რომ დაუმყარებია არაჩვეულებრივი დემოკრატია, არაჩვეულებრივი ქვეყანა აუშენებია და უზარმაზარი წინსვლა აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მართლა ილია უნდა იყო, რომ კარგად ახსნა. რა გითხრათ, რით გაგახაროთო? ან ის ილია უნდა იყო, ან ეს ილია. იგივე პელე, იგივე ექვთიმე. რა საჭიროა ტვინის განძრევა, როდესაც მზად გაქვს ძველი სქემები? შენი ნახირკი სიახლეს არ ითხოვს. პირიქით იძაბება, თუ რაღაცა ახალი გზით მიყავს. რა საჭიროა ახალი ბუას შექმნა, თუ ყავს ვინმე ახალაიას გვარით, რომლის გაშავებისთვისაც შენმა პატრონებმა იმუშავეს 20 წელი. ამჯერად მართალია ყავს მხოლოდ ერთი ახალაია, რომელსაც შეიძლება რამე შეტენო, მაგრამ ესეც საკმარისია. პროჭორილელთა გლუვი ტვინისთვის მეტი საჭირო არაა. ახლა რას აბრალებენ ბაჩუ ახალაიას? სახელმწიფო გადატრიალების მეთაურობას და რით უმტკიცებენ? 157 ინტერნეტ კონტაქტით მისი სახლის Wi-Fi-სა და ადრე დაპატიმრებული მურთა ზოდელავა სახლის Wi-Fi შორის. ამ ორ Wi-Fi მოწყობილობასა და ამ ორ ბინას ერთმანეთისგან რომ მხოლოდ ერთი სართული ყოფს, მაგას აღარ გეუბნებიან. თორემ მერე ვინმე ღმერთმა უქნას იკითხოს იქნებ, რატომ აწყობდა ეს ხალხი რევოლუციას ინტერნეტით, თუ შეეძლოთ უბრალოდ მეზობლის კარზე დაკაკუნება, დასხდომა სადმე მყუდრო ოთახში და ყველაფრის მოლაპარაკება იქვე. ბორია რუსი იცნობს თავის ნახირს. თავის დროზე დააჯერა, რომ ახალაიებს ზუგდიდის სახლის აივანზე მგელი ყავდათ დაბმული და სააკაშვილის მოწინააღმდეგეების ხორცს საჭმელდნენ. 41 შემომხაზველებს თავის დროზე ყურში საერთოდ არ მოხვედრიათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქოცის გულწრფელობა, აი ქოცობის გარიჟრაზე. როდესაც ახალაია მორიგ ბრიყულ ბრალდებაში გაამართლა მორიგმა სასამართლომ. გამართლდება თუ არა ბაჩუ ახალაია მაინც ციხეში უნდა იჯდესო. ეს იყო ადამიანის უფლებათა სტანდარტი ბორია რუსის რეჟიმის ჯერ კიდევ დასაწყისში. იგივე დარჩა ახლაც. დავამტკიცებთ რამეს თუ არა უნდა იჯდეს, ხოლო თუ ჩაждდომას არ მოინდომებს, მოვანდომებთ ცოლის თავისუფლების სანაცვლოდ. აბა ვის უნდა ახლა რომ 13 წლის ბავშვმა ერთდროულად დედაც დაკარგოს და მამაც. თვეში ერთხელ ნახოს და ისიც მხოლოდ შუშისა და გისოსებს მიღმა. ხო და დაიბრალებს ბაჩო, აბა საწავა. ანი ნადარეშვილი დაკავებისთანავე სტატუსი შეიძინა ბრალდებულის, თუმცა შემდგომში რალი არ წაგიყენებია და ბრალდებული როგორ არის კონკრეტული ვადები ხავს? ბრალდებულის სტატუსს ადამიანი იღებს დაკავების დროსაც და მათ შორის ბრალის წარდგენის დროსაც. თუ კი პირს ბრალდება არ წარდგენია ამ ვადაში, იგი დაკავებიდან იქნა გათავისუფლებული. შესაბამისად ბრალდების მხარეს ახლა აქვს გარკვეული ვადა, გადაწყვეტეს მას წარედგინება. ანონსებთ რომ ბრალს წაუყენებთ? არა, არაფერს არ ვაანონსებ. მაგრამ არ დაიბრალა ბაჩუ ახალაიამ, არ შეიტენა და ამ ყველაფერზე პროცესზე იყვირა. სანამ საზოგადოებისთვის დახურავდნენ პროცესს. ირაკლი კობახიძეზე დაიკიდა ეს ბრალდებები მოსამართლემ. არც კი მოусმინა, მაგრამ რეჟიმს საფიქრალი მაინც გაუჩნდა. რაკნას მისი მეუღლის საქმეზე. ანი ნადარეშვილი დააკავეს, მერე გამოუშვეს, მაგრამ ბრალდებული სტატუსს არ უხსნიან. რა იცი როდის გამოგვადგებაო. საქმე და მომავალი პროცესები დაიხურა. ახალაიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა საერთოდ მონაწილეობაზე. მარტივად რომ წარმოიდგინოთ. აწი დარბაზში იჯდება
მოსამართლე წოდებული ორგანიზმი, პროკურორად წოდებული ორგანიზმი და ადვოკატი. და მეტი არავინ. ამ ადვოკატს გარეთ არაფრის გამოტანის უფლება არ ექნება. ბრალდებული არ იქნება არც ოჯახის წევრი, არც გულშემატკივარი. ესაა ბორია სამართალი. ესაა დემოკრატია, ევროპის გამოუცებელი. ნურაფერს ახალსა და კარგს მისგან ნუელით. ელოდეთ მხოლოდ სუსის მორი განცხადებას, მაგალითად, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ერთი ერთეული მგელი და ათეული ან ასეული თავისქალა და მენჯიზვალი, რომელიც წინა ხელისუფლების ოპონენტებს ეკუთვნის. ასევე 26,000 საჯიშე ვაშკაცის ჯიში და ჯილაგი, რომელიც 2012 წლიდან ინტენსიურად იწებნებოდა. ერთი ადლი უდრის ორ წყრთას. ხომ ძალიან სასარგებლო ინფორმაცია. კი, მეც ახლა გავიგე და კიდევ გავიგე, რომ მამუკა მდინარაძე უშიშროების მაიორი გამხდარა სახელმწიფო უსაფრთხოების. ეს ინფორმაციაც ხომ უაღრესად გჭირდებოდათ. ხომ დაგთბათ ახლა, ხომ აგებსოთ ოჯახი ხვავითა და ბარაკით. სექტემბერში სუსის უფროსად რომ გაამწეს არალეგიტიმურმა რეჟიმმა მდინარაძეს ამ უწყების წოდება საერთოდ არ ჰქონდა. მაშინ მიანჭეს ლეიტენანტობა. ოქტომბერში უფროსი ლეიტენანტობა. ნოემბერში ეთყობა პობახიძე ცუთხასიაძე იყო ან საბუთები დაკარგეს სადმე კანცელარიაში ან დიდი წარმატებები არ ქონია, მოკლედ ნოემბერში გაიხვეშდა. დეკემბერში კი სრულად აუნაზღაურეს. კაპიტნობა ბაჩუ ახალაიასა და მისი მეუღლის დაჭერის დღეს 25-ში და 26-ში ეგრევე მაიორობაც. ახლა უკვე უფროსი ოფიცერი ჰქვია და ძმაკაცებში გამოჩენა შეუძლია. წესით ლეიტენანტი და მაიორობამდე 10 წელი უნდა დასჭირდებოდა, მაგრამ ეს ბორიასტანია. აქ ყველაფერი მოსულა. ახალი წელი მოვიდა და ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების ხერხემალს ბატონ მამუკას ახალი 365 დღე ექნება, რომ მოიმატოს წოდებები. 365 შანსი. 365 წოდება არ გვაქვს, ამიტომ 5 იანვარს ორშაბათს რომ დაიწყოს და ვიცე-პოლკოვნიკობა მიიღოს, 9 იანვარს ეგ პარასკევი იქნება, უკვე ბოლო წოდებას მიიღებს. და უნდა იჩქაროს. აბა რა იცი, რამდენი პარასკევი დარჩენია ამ რეჟიმს. მზვანია კი ეგდოს რა, ხრამია ოჯახი. 2026 წელს უკრაინა ისევ ომით ხვდება. უკრაინა ისევ ომში ხვდება. ომი, რომელიც ტრამპს თითქოს უნდა დაესრულებინა 24 საათში, მერე უნდა დაესრულებინა 1 კვირაში, მერე უნდა დაესრულებინა 10 დღეში, მერე უნდა დაესრულებინა 1 თვეში, აღმოჩნდა რომ 1 წლის განმავლობაშიც ვერ გააჩერა. და ვერ გააჩერა, იმიტომ რომ პუტინი, ადამიანი, რომელსაც იგი ასე ენდობა, ამ ომის გაჩერებას არ აპირებს. რას გვეუბნება ეს ყველაფერი ჩვენ? გვეუბნება იმას, რომ უკრაინა რჩება ომში და ჩვენც მასთან ერთად ვრჩებით ომში. რაც არ უნდა გვითხრას, რაც არ უნდა გველაპარაკოს, რამდენიც არ უნდა გვიჩიშინოს ქართულმა ოცნებამ, დიახ, უკრაინის ომი საქართველოს ომია. უკრაინის ომი პოლონეთის ომია, უკრაინის ომი გერმანიის ომია, უკრაინის ომი ლიეტუვის ომია, უკრაინის ომი ესტონეთის ომია, უკრაინის ომი ლატვიის ომია, უკრაინის ომი ფინეთის ომია, უკრაინის ომი მთელი ევროპის ომია. და მათ შორის კიდევ ერთხელ, ჩვენი ომიც. 2026 წელს ზუსტად ეს უნდა გვახსოვდეს. ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, ნებისმიერი ფლანგისთვის საქართველოს პოლიტიკაში. რომ უკრაინაში ომი გრძელდება, შესაბამისად რუსეთთან ომი გრძელდება, შესაბამისად საქართველო ვერ იქნება მშვიდობიანი ქვეყანა. რაც არ უნდა გველაპარაკონ პროჭორულელებმა, რაც არ უნდა გვეჩიშინო, რომ თურმე უნიკალური, უპრეცედენტოდ ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი მოუტანიათ საქართველოსთვის. ის რაც დღეს ხდება, მშვიდობა არ არის. როდესაც ომი მიდის უკრაინაში, როდესაც უამრავი ადამიანი იღუპება, როდესაც რუსეთი ჯერ ისევ შეტევაზეა, ამას მშვიდობა არ ქვია. ამას ქვია დრო და მდგომარეობა, რომელსაც ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში ძალიან მარტივი გადაწყვეტის ფორმულა მოუძებნეს. პარა ბელუმ. რას დავდივით? იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.